დედამიწაზე არის ერთი სახლი, რომელსაც არც კარი აქვს, არც ფანჯარა, მაგრამ მაინც ცხოვრობენ. აი ამ კითხვის პასუხს თუ მეტყვი, გადმოგეცემა შაპიტო. ტყე. არა, ტყე არ არის. ტყე არ არის. აი აზრია იდეაში, მაგრამ ტყე შეგიძლია რაღაც აიშენო და ისე იცოს. არა, ტყე არ არის პასუხი. დაფიქრდი, სანამ ეს ბავშვი გვეტყვის ამ კითხვის პასუხს, თქვენც დაწერეთ კომენტარებში. რა არის ამ კითხვის პასუხი? აუცილებლად დაგილაიქებთ თქვენ პასუხს. კიდევ ერთხელ. კარგი, გაგიმეორებ კითხვას. ანუ რთული არ არის საერთოდ. დედამიწაზე არის ერთი სახლი, რომელსაც არც კარი აქვს და არც ფანჯარა, მაგრამ მაინც ცხოვრობენ. შიგნით მაინც ცხოვრობენ. და ცაში ვინ ცხოვრობს, ბიჭო? თუ თავით ვიყავი დღეს არ ცხოვრობენ და ცაში არ ცხოვრობენ. მოდი მინიშნებას მოგცემ. ყველანი ვიყენებთ ამ რაღაცას. მეტი მინიშნება არ იქნება, ნუ მიყურებ. გაქვს რამე ვარაუდი? რავი, არა. არ გაქვს ვარაუდი. კაი, კიდე ერთ მინიშნებას მოგცემ, ოღონდ ეს საბოლოო არის. ამ რაღაცას ვჭამთ. ჭამთ. კუს რაღაც. კუს არა. კუს გავსინჯავდი, მაგრამ არა. 5 წამი გაქვს, 5, 4, 3, 2, 1 პასუხი. ლოკოკინას. ლოკოკინა? არა, ლოკოკინაც არა. აი ხო მედი. ისე ლოკოკინაც არა ხო, არც კარი არც. არა, ლოკოკინაც კაი პასუხია, მაგრამ ლოკოკინა არ არის პასუხი. შენ გადმოგეცემა შაპიტო, გახსენ ნახოთ შეგიძლიათ. ამოვიდა ესეთი მანქანა და ასევე არ დაგავიწყებთ რომ შაპიტოში ამოდის მანქანების უზარმაზარი კოლექცია.